მოგესალმებით. დღეს გვაქვს ჯეფრი ჰინტონის, ხო? აი, ხელოვნური ინტელექტის ნათლად რომ მოიხსენიებენ, იმის ბოლოდროინდელი ინტერვიუები და ნამონარიდები. დიახ, კაცი, რომელმაც 10 წლეულები დახარჯა ამის განვითარებაზე. და ახლა თვითონვე საუბრობს რისკებზე, საკმაოდ ისეთი მოლოდნელიც კი არა. ნამდვილად. მან ხომ Google დატოვა, სწორედ იმისთვის, რომ ღიად ესაუბრა ხო. საფრთხეებზე, თან საკმაოდ სერიოზულზე. იმაზეც კი, თუ როგორ შეიძლება, კაცობრიობა დადგეს საფრთხეს წინაშე. გასაგებია. ჩვენც სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავარკვიოთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მის ნათქვამში თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის. რა არის ის მთავარი საშიშროება, რასაც ხედავს ადამიანი, ვინც ამ სფეროს, ასე ვთქვათ, სათავეებთან იდგა. და ის ხუმრობა სანტექნიკოსობაზეც საინტერესოა. მომავლის პროფესიად რომ ასახელებს. ხო, მაგასაც მიუბრუნდებით. მოდით ჩავუღმავდეთ ამ მასალებს, მაშინ. ჰინტონი, ესე იგი, ორ მთავარ რისკ ჯგუფს გამოყოფს. პირველი, თითქოს უფრო ახლოსაა ჩვენთან, რას უზამს ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს. ზუსტად. მისი ბოროტად გამოყენება. აქ შედის კიბერშეტევების მკვეთრი ზრდა, ფიშინგი, ინტერნეტ თაღლითობა. რიცხვებიც ახსენა მგონი. საკმაოდ შთამბეჭდავი. კი ახსენა 12,000%-იანი მატება 2023-24 წლებში. ამას პირდაპირ უკავშირებს დიდ ენობრივ მოდელებს. სერიოზულია. ძალიან. პლუს ყალბი ამბების, დეზინფორმაციის გავრცელება, არჩევნებზე ზემოქმედება, სოციალურ ქსელებში ეს ეკოკამერები. კი, ბუშტები, სადაც ყველა ერთ აზრზეა და სხვას ვეღარ იგებს. დიახ, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო ყოფს და აპოლარიზებს. და რა თქმა უნდა, ლეტალური ავტონომიური იარაღი. მკვლელი რობოტები. ხო, რაც ომს პოტენციურად უფრო იოლს ხდის ძლიერი სახელმწიფოებისთვის. ნაკლებ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, ასე ვთქვათ. გასაგებია, ეს საფრთხეები ნამდვილად არსებობს და ვხედავთ კიდეც ნაწილს, მაგრამ ჰინტონს როგორც ჩანს, უფრო მეტად მეორე კატეგორია აშინებს. აბარა? ეგზისტენციალური საფრთხე, როცა AI ჩვენზე ჭკვიანი გახდება. ბევრი ამბობს, ეს ფანტასტიკაო, გადამეტებულიაო, რისი ეშინია კონკრეტულად? ხო, ეგ არის მთავარი, რაც მას აწუხებს. მისი არგუმენტი მარტივია. ჩვენ, ადამიანებს, არასდროს გვქონია საქმე ჩვენზე ინტელექტუალურად აღმატებულ არსებასთან. ის ცნობილი ფრაზა, ქათამსკითხეო. ზუსტად. ქათამსკითხე როგორია არიკო ინტელექტის მწვერვალზეო. შიში ისაა, რომ სუპერინტელექტმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ჩვენ, ხელს უშლით. აღარ ვჭირდებით. და ამის ალბათობასაც ასახელებს, ხო, რაღაც პროცენტულად. კი, 10-დან 20%-მდე ასახელებს, მაგრამ თვითონვე ამბობს, ეს ზუსტი გათვლა კი არა, ჩემი ინტუიციაო. თუმცა მაინც საგანგაშო არა? რა თქმა უნდა. კარგით, და რატომ ფიქრობს, რომ AI-ს შეუძლია ასე განვითარდეს? რა აძლევს ამის პოტენციალს? რა უპირატესობა აქვს ჩვენთან შედარებით? მთავარი, რასაც ჰინტონი უსვამს ხაზს, მისი ციფრული ბუნებაა. აი დაფიქსდით. შეიძლება არსებობდეს AI-ს, ვთქვათ, 1000 იდენტური ან განსხვავებული ასლი. ხო. და თითოეულმა ისწავლოს რაღაც სხვადასხვა პარალელურად. ერთმა ისწავლოს ფიზიკა, მეორე მედიცინა, მესამე ხელოვნება. და მერე კი ერთმანეთს მკისიერად გაუზიარონ მთელი ეს ნასწავლი ცოდნა, ტრილიონობით ბიტი წამში. ჩვენი ბიოლოგიური ტვინი ამას ვერ ახერხებს. ჩვენ წოდნის გადაცემა გაცილებით ნელა ხდება. წიგნებით, ლექციებით. დიახ, ძალიან ნელა. თან AI-ს ცოდნა პირობითად უკვდავია. ის არ არის მიბმული ერთ ფიზიკურ სხეულზე, ადვილად კოპირდება, ინახება. და კიდევ ახსენა რაღაც კრეატიულობაზე, ანალოგიების დანახვაზე. ხო, ამბობს, რომ შესაძლოა AI-მ დაინახოს ისეთი კავშირები და კანონზომიერებები მონაცემებში, რომელსაც ჩვენი გონება ვერ ამჩნევს. ამან შეიძლება ის ჩვენზე კრეატიულიც კი გახადოს გარკვეულ სფეროებში. გასაგებია ეს ტექნიკური უპირატესობები, მაგრამ უფრო მიწიერ ყოველდღიურ საკითხებსაც ეხება ჰინტონი. აი, სამუშაო ადგილები. პირდაპირ ამბობს, მუნჯ ინტელექტუალურ შრომას ჩაანაცვლებსო. ეს რას ნიშნავს თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის? ის ამბობს, რომ ეს ტექნოლოგიური რევოლუცია განსხვავებულია. ინდუსტრიულმა რევოლუციამ, მაგალითად, კუნთების ძალა ჩაანაცვლა. მანქანებმა. დიახ. ახლა კი AI ანაცვლებს რუტინულ ინტელექტუალურ სამუშაოს, არა ფიზიკურს, არამედ გონებრივს, რომელიც გარკვეულ შაბლონებს ეფუძნება. მაგალითად, იურიდიული ასისტენტები, ბუღალტრები, ბევრი რამ მომხმარებელთა მომსახურებაში, თარჯმნებიც კი ნაწილობრივ. ეს სამსახურები გაქრება?
კვეთრად შემცირდება საჭირო კადრების რაოდენობა. ერთი ადამიანი AI-ის დახმარებით ბევრად მელს გააკეთებს. აი, აქ შემოდის სანტექნიკოსის მაგალითი, ხო? ზუსტად, ფიზიკური უნარჩვევები, რასაც რობოტები ჯერ კარგად ვერ აკეთებენ, შედარებით დაცულია ამ ტალღისგან. ჯერჯერობით მაინც. ის უნივერსალურ საბაჟისო შემოსავალზეც საუბრობს, როგორც შესაძლო გამოსავალზე. კი ახსენებს ამ იდეას, მაგრამ იქვე ამატებს, რომ სამსახური ხომ მხოლოდ ფული არა? რა თქმა უნდა, ღირსების, საჭიროების განცდა. დიახ, მიზნის განცდა. ამის დაკარგვა ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ბევრი ადამიანისთვის. ამ საკმაოდ მძიმე პროგნოზების ფონზე რამე გამოსავალი ჩანს, ანუ შეიძლება ამ პროცესის შენელება, რეგულირება, რას ფიქრობს ჰინტონი? შენელებასთან დაკავშირებით საკმაოდ პესიმისტურადაა. მთავარი მიზეზი კონკურენცია. კომპანიებს შორის, ქვეყნებს შორის. დიახ, ყველას ეშინია, რომ თუ შეანელებს, სხვა გაასწრებს. ეს რისკებს ზრდის, რადგან უსაფრთხოებაზე ნაკლები დრო იხარჯება. რეგულაციები. საჭიროა ვამბობს, მაგრამ ძალიან რთული განსახორციელებელია. ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ ესმით ტექნოლოგია. ან კომპანიების ლობისტები მუშაობენ აქტიურად. ზუსტად. და ევროპული საკმაოდ მკაცრი რეგულაციებიც კი მაგალითად სამხედრო გამოყენებას არ ეხება. ეს დიდი პრობლემაა. მაშ რა არის მისი მთავარი მოწოდება? მთავარია, სასწრაფოდ ჩაიდოს ძალიან დიდი რესურსი, ინტელექტუალურიც და ფინანსურიც, AI-ის უსაფრთხოების კვლევაში. ანუ იმაში თუ როგორ ვასწავლოთ AI-ს, რომ არასდროს მოუნდეს ჩვენი მოტყუება ან ჩვენთვის ზიანის მოყენება. დიახ, როგორ ჩაუნერგოთ მას ადამიანური ღირებულებები, ან როგორ შევქმნათ მექანიზმები, რომ ის ყოველთვის ჩვენს კონტროლს დაემორჩილოს, მაშინაც კი როცა ჩვენზე ბევრად ჭკვიანი გახდება. გასაგებია, ესე იგი რომ შევაჯამოთ, ჰინტონის გზავნილი ორ მხრივია. ერთის მხრივ, უდიდესი პოტენციალი მედიცინაში, მეცნიერებაში, კლიმატის პრობლემის გადაჭრაში. მაგრამ მეორეს მხრივ, უპრეცედენტო რისკები. მათ შორის ყველაზე ცუდი სცენარიც ეგზისტენციალური საფრთხე. დიახ, და მისი მთავარი სათქმელი ალბათ ისაა, რომ დრო იწურება. უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. საჭიროა საზოგადოების და მთავრობების წნეხი ტექ გიგანტებზე. რომ უსაფრთხოებას მიენიჭოს ისეთივე პრიორიტეტი, როგორიც განვითარების სისწრაფეს. ზუსტად. ეს არ არის რაღაც შორეული მომავლის პრობლემა. ეს დღეს არის აქტუალური. და ბოლოს, თქვენთვის, ჩვენო მსმენელო, ერთი კითხვა დავტოვოთ დასაფიქრებლად. თუ დაუშვებთ, თუნდაც მცირე შანსით, რომ ჰინტონი მართალია, და ერთ დღეს ჩვენ მოგვიწევს თანაცხოვრება ჩვენზე ბევრად ძლიერ ინტელექტთან. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რა ადგილი დარჩება ადამიანს ამ ახალ სამყაროში? რას ვიზამთ ჩვენ? ამაზე ფიქრი ალბათ ღირს.